მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 11. ნახატზე გამოსახულია x ღერძის გასწვრივ მერხევის სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაკუთრებით 12 წამში ამ სხეულის მიერ გავლილი მანძილი. ხო, კი ბატონო, ესე იგი მოდით დავაკვირდეთ ახლა ამ ჩვენს ნახაზს, ხო? დროის საწყის მომენტში, როგორც ნახაზიდან ხედავთ, სხეული იმყოფება x უდრის 5 წერტილში, x უდრის 5 სანტიმეტრ წერტილში, ხო? ხოლო 6 წამში ეს ჩვენი სხეული მოექცა -5-ში. ესე იგი გაუვლია 6 წამში აი ეს მანძილი 5-დან 0-მდე 5 და კიდე აქეთ 5, ხო? ანუ ჯამში გაუვლია 10 სანტიმეტრი. ანუ t უდრის 6 წამში გაიარა 10 სანტიმეტრი. მერე გავაგრძელოთ. 6-დან მერე 12 წამში უკვე მოვიდა აი აქ. ნუ 6 წამში მოდი ესე გავაკეთოთ. 9 წამში რა მოხდა? 9 წამში ხო აქ რო იყო, აი აქ რო იყო, აი აქ. 9 წამში მოვიდა ისევ აი აქ. ესე იგი t უდრის 9 წამში დამატებით კიდე 10 მეტრი ხო ქონდა გავლილი და შემდეგ კიდე 5 მეტრი გაუვლია. ესე იგი 9 წამში 15 სანტიმეტრი გაუვლია და მერე 9 წამიდან 12 წამამდე შევხედოთ 12 წამს შესაბამის აი ესეთ აი აქ მოვიდოდა. ესე იგი t კიდე 5 სანტიმეტრს გაივლიდა 12 წამში და გახდებოდა ჯამში 20 სანტიმეტრი. სხვანაირად შეიძლება ამ ამოცანის ამოხსნა. კერძოდ თუ გავითვალისწინებთ, რომ აი ეს ერთი ბურცობი არის აქ და ეს მეორე ბურცობი არის აქ, ბურცობებს შორის დროით მანძილს ჩვენ ვეძახით პერიოდს, t უდრის 12 წამს, როგორც ხედავთ, 12 წამს და პერიოდში თუ გავითვალისწინებთ t უდრის 12 წამში, ესე იგი სხეული გადის 4 ამპლიტუდის ტოლ მანძილს. ამპლიტუდა კი არის წონასწორობიდან მაქსიმალური გადახდა, რომელიც 5 სანტიმეტრია. ამპლიტუდა. შესაბამისად 4 გამრავლდებოდა 5-ზე და მივიღებდით ასეც 20 სანტიმეტრს. შესაბამისად პასუხი იქნება B.